მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი გოსალია, უძღვები ლექციათა კურსს ბიბლიურ ფასეულობებში. დღეს წამოგიდგენთ ლექციას, რომლის სათაურია ცოდვისა და ბოროტების ქრისტიანული გააზრება, ანუ ადამიანის ცოდვით დაცემა. ვისაუბრებთ რაღაცა ისეთზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან დეტალად წარმოდგა კაცობრიობის ცხოვრებაში. ქრისტიანობა კაცობრიობის ისტორიაში სამი მობრუნების წერტილს განარჩევს. მობრუნების წერტილში რა იგულისხმება? რაღაცა ისეთი მოვლენა, რომლის შედეგადაც კაცობრიობის ისტორია სხვა მიმართულებით წავიდა, სხვანაირად გამართა, ეს რო არ ყოფილიყო, რაღაც სხვანაირად იქნებოდა, ხო? პირველი ეს არის ადამიანის ცოდვით დაცემა, რომელსაც დღეს შევეხებით, ადამიანის ცოდვით არ დაცემულიყო კაცობრიობის ისტორია სხვა მიმართულებით წარიმართებოდა, მაგრამ მობრუნდა ეს ისტორია და სხვა მიმართულებით წავიდა. მეორე მობრუნების წერტილი გახლავთ მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნა, ეს არ მომხდარიყო, ეს მიმართულება, რომელიც ცოდვის დაცემის შემდგომ მიიღო კაცობრიობის ისტორიამ, ასე იქნებოდა მარადის, მაგრამ ეს შეცვალა ქრისტემ და სხვა მიმართულებით იქნა წარმართული კაცობრიობის ისტორია და მესამე მობრუნების წერტილი ეს არის, როდესაც მაცხოვარი მეორედ მოვა და საბოლოოდ მოხდება ისტორიის მარადიულ ჩარჩოში მოქცევა. ჩვენ დღეს სწორედ ამ პირველი მობრუნების წერტილის შესახებ ვისაუბრებთ, ამ მდგომარეობას შევეხებით და განვიხილოთ ეს ტრაგედია, რომელიც დღევანდელ დღემდე ადამიანის ცხოვრებაში თავს იჩენს. ხა გავიხსენოთ, რომ ადამიანის მარადიული სურვილია იყოს ბედნიერი და მისი ბედნიერება მხოლოდ ღმერთთან ერთობაშია მოაზრებული. ეს კარგად უნდა გავიაზროთ დღეს, რომ ბედნიერება ეს არ არის რაღაცა ილუზორული მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი უქმნის თავის თავს. ადამიანის ნამდვილი ბედნიერება არის მისი ღმერთთან ერთობაში. აქეთკენ არის, ამისთვის არის მოწოდებული ადამიანი. იმიტომ კი არა, მეგობრებო, რომ ღმერთის სხვანაირი ბედნიერების საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან გთხოვთ ამას ყურადღება მიაქციოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ კი არა, რომ ღმერთს მარტო ეს უნდა და სხვის უფლებას არ გვაძლევს, არა. ონტოლოგიურად, არსისეულად ასე არის ეს წარმოდგენილი ქმნილება, ბედნიერია მხოლოდ შემოქმედთან ერთად. სხვაგან ის ბედნიერი ვერ იქნება. ამიტომაც რაღაცა მსგავსი მაგალითი ძალიან ისეთი მკრთალი, არასრულყოფილი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მაგალითისთვის რომ მოვიხმოთ, ხო? ბავშვს უხარია, როდესაც თავის მშობელთან ერთად არის. იმიტომ კი არა, რომ უკრძალავს სხვაგან იყოს ბედნიერი. არა, ამ ბედნიერებას უბრალოდ სხვაგან ვერ იპოვის. რადგან ბუნებითად მასში ჩადებულია მშობელთან ერთად ყოფნის ბედნიერება და ამიტომაც როდესაც ადამიანის მარადიულ სურვილზე გვაქვს საუბარი იყოს ბედნიერი, არსებითად ეს უკავშირდება სწორედ მასში ჩადებულ ამ თვისებას. ეს მხოლოდ ღმერთთან ერთობაში იქნება ბედნიერი და სხვაგან ის ბედნიერებას უბრალოდ ვერ იპოვის. მარადიულ ბედნიერებას უბრალოდ ვერ იპოვის. ახლა ჩვენ ისიც გავიხსენოთ, რომ ბიბლიაში ადამიანის ნეტარებისეულ მდგომარეობაში მყოფობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ვითარცა უზენაესი და განსაკუთრებული გონიერი ქმნილება ღვთისა, სამოთხეში მყოფობს ღვთისადმი სრული მორჩილებით და ჩვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მორჩილების გამოვლინება გახლავთ ის, რომ ადამიანი არის თავისუფალი და ადამიანს უყვარს, არის მოყვარული არსება. ადამიანი არის თავისუფალი, ანუ თავის თავს ფლობს, თავის თავს ბოლომდე აკონტროლებს. და ამის შედეგი არის ის, რომ მას უყვარს ღმერთი, უყვარს მოყვასი. ამ მდგომარეობაში ჩვენ სამოთხისეული სივრცე შემოვწერეთ. ახლა ღვთისადმი მორჩილება რო ვახსენეთ, ჩვენ იქვე ვთქვით, რომ ეს მორჩილება არის არა მტანჯველი, რომელიც ადამიანს რაღაცა იძულების ქვეშ ამყოფებს, არამედ არის ნეტარების მომგვრელი, ცხოვრობს ასე, ადამიანი აზროვნებს ასე, მისი ჩვეულებრივი ბუნებრივი მყოფობა, ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ჩვენ მერე გვექნება შეხვედრა, გვექნება ლექცია, როდესაც ვისაუბრებთ ადამიანის სამ მდგომარეობაზე, ბუნებრივ მდგომარეობაზე, რომელშიც ახლა ადამიანია, ზებუნებრივ მდგომარეობაზე, რომელშიც ის უნდა მივიდეს, ანუ განიღმთოს და ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობაში, რომელშიც ადამიანი აღმოჩნდება ცოდვით დაცემის შემდგომ, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. ეს მორჩილება, ანუ ცხოვრების წესი, ცხოვრების ფორმა, რომელიც აქვს ადამიანს სამოთხეში, სამი ძირითადი დეტალით არის წარმოდგენილი. ეს გახლავთ თავშეკავება, ანუ მარხვა, ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს და არ მიიღოს ნაყოფი ხისაგან, ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. ამავდროულად ამ ნეტარებისეული მორჩილების გამოხატულება გახლავთ ადამიანის შრომა, მან უნდა დაამუშავოს ბაღი და მოუაროს იმ სამყაროს, რომელიც ღმერთმა მისცა მას და ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამ სამყაროს მოვლაში რა იგულისხმება. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც დავუკავშირდით, ეს გახლავთ
სიცოცხლის ხის ნაყოფის მიღება, რომელიც სიმბოლურად ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში გაგებულია ორნაირად, ნაწილი მიიჩნევს, რომ სიცოცხლის ხისთან ზიარება ეს იყო ღვთისცნებების შესრულება, ღვთისცნებების აღსრულება, მეორე მხრივ წინასახეობრივად ის მოასწავებდა ევქარისტიულ საიდუმლო ზიარებას ღმერთთან, ეს თავისთავად ცხადი ერთხიანობაშია გასაგები, ვინაიდან ღმერთთან ზიარება სწორედ მის ნების მიხედვით მორჩილებით ცხოვრებაში წარმოჩდება და ეს ორი რამ ერთმანეთისაგან ვერ გაიმიჯნება ვერანაირად. მაშ ასე პირველი არის მარხვა, მეორე არის შრომა და მესამე გახლავთ ლოცვა, რომელიც თავისთავში გულისხმობს ღმერთთან დიალოგს, ღმერთთან ურთიერთობას, წმინდა მამები ლოცვას ღმერთთან დიალოგს უწოდებენ ხშირად. და ესეც ეს ლოცვაც იყო ისეთი წმინდა, ყოველგვარი იძულების მიღმა აღსრულებული, რომელიც ადამიანს სიხარულს და ნეტარებას გრიდა. ხშირად ისმის ხოლმე კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ იცოდა ღმერთმა, რომ ადამი დაეცემოდა კეთილისა და ბოროტის ცნობადისღის ნაყოფის მიღებისას და თუ ეს იცოდა, რატომ გაუჩინა მას ეს საცდური, რატომ დაუდგინა მას აი ეს ხე თავის ნაყოფთან ერთად, რომელიც ადამიანს დასცემდა. ახლა ეს ცოტა ღრმად შევხედოთ ამას, შინაარსობრივად გავიაზროთ ამ ხის არსებობის დეტალი. ახლა უწინარესყოვლის ყურადღება მივაქციოთ თვითონ დასახელებას, ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. არანაირი ბოროტება ჯერ არ არსებობს, ხო? ადამიანის ცხოვრებაში ეს ყოველგვარი ბოროტების მიღმა დგას და რისი შეცნობა, რა ბოროტების შეცნობა უნდა მოახერხოს ადამიანმა, რაც არ არსებობს. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ამ თემას დავუბრუნდებით და ვიტყვით უბრალოდ აი ახლა მაინც ვთქვათ ზედაპირულად, რომ შეცნობა ბოროტებისა და შეცნობა სიკეთისა თავისთავში გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გაიგებდა არა იმას თუ რა იყო ბოროტება, არამედ იმას თუ რა არ იყო სიკეთე. ადამიანი იმას კი არ შეიცნობს რაღაც ალტერნატიულს. ეს კარგად მინდა ვთქვა, ქრისტიანობა არ არის დუალისტური რელიგია. არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება. ასეთი გაგება არ აქვს ქრისტიანობას. არსებობს თავისი ნამდვილი არსებობით მხოლოდ სიკეთე. ანუ მხოლოდ ის არსებობს, რაც შექმნა ღმერთმა, რაც ღმერთს არ შეუქმნია, იმას ონტოლოგიური, სუბსტანციური არსებობა არ გააჩნია. ამიტომ არსებობს მხოლოდ სიკეთე. რაც არ არსებობს, ანუ რაც არ შექმნა ღმერთმა, ის ვერ დაუპირისპირდება იმას, რაც არსებობს, რაც შექმნა ღმერთმა. ამიტომ შეცნობა სიკეთისა და ბოროტების ამ შემთხვევაში თავისთავში გულისხმობს გაგებას არა იმისა, რა არის ბოროტება, არამედ გაგებას იმისას, რა არ არის სიკეთე. მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ კითხვა-პასუხი გაუჩინებელი რჩება, რატო შექმნა ღმერთმა და რატო მისცა ღმერთმა ადამიანს ისეთი რამე, რაც იცოდა, რომ მას დასცემდა და მას აი ამ სიხარულს მოაკლებდა. მოდი ახლა ყურადღება მივაქციოთ რას, რომ თავისუფლება, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანმა სამოთხისეულ მყოფობაში თავისი სიხარული იგრძნოს და ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. თავისუფლება თავის თავში გულისხმობს რას? თქვით თავის როზე, ხო? ეს არის ნებელობის გამოხატვა, ნებელობის მიმართვა. წმინდა მამები, როდესაც საუბრობენ ადამიანის შესახებ, იწყებენ საუბარს არა თავისუფლების შესახებ, არამედ ნებელობის შესახებ. ერთია ნებელობა და მეორეა ამ ნებელობის რეალიზება, რომელიც თავისუფლებაში გამოიხატება. თავისუფლება რა არის? თავისუფლება არის ის, რომ ადამიანი ფლობს თავის თავს, ხო? არ ექვემდებარება ბიოლოგიურ მოთხოვნებს და ადამიანი, ასე ვთქვათ, თავის თავს აკონტროლებს, თავის ბატონია, თავის უფალია. შესაბამისად, ნებელობა, რომელიც გააჩნია ადამიანს ის, რომ თავისუფლებაში გამოიხატოს, ამისათვის საჭიროა რაღაცა ასპარეზი, ამისათვის საჭიროა რაღაცა გზა, რაღაცა საშუალება. აი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ის, რომ ადამიანს სამოთხეში ყველაფრის კეთება შეუძლია, ყველაფრის. სად უნდა გამოვლინდეს მისი თავისუფლება? სად უნდა გამოვლინდეს მისი ნებელობის აი ეს თავისუფლებრივი მდგომარეობა? სად უნდა გამოჩნდეს ეს? სადღაც თუ რაღაცა არ იქნა ისეთი, ისი გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ არ გააკეთებს. თუ აკრძალვათა სფეროს არ შეეხება ადამიანი. თუ რამე არ აეკრძალება, მას არ აუგრძალავს არა მარტო იმის გამო, რომ ღმერთმა უთხრა მას, არამედ არ აუგრძალავს თვითონ თავის თავს. სადარანაირად გაიგებს ადამიანი, რომ თავის თავს ფლობს, თავის თავს ბატონობს, თავის თავს პატრონობს. ეს ნებელობა თავისუფლებაში როგორ უნდა იქნას გამოხატული? თუ კი რაღაცა არ აეკრძალება მას, არ აეკრძალება იმას კი არნიშნავს, რომ ვერ გააკეთებს. პირიქით, თავისუფლად შეუძლიას გააკეთოს. მაგრამ თავის თავს არ მისცემს ამის უფლებას, თავის თავს დაეუფლება, თავის უფალი გახდება და ამის გაკეთების საშუალებას არ მისცემს. როგორ შეიძლება ეს მოხდეს თუ კი ამისი ასპარეზი არ იქნა დადებული, ამასთან ურთიერთობის ობიექტი არ იქნა წარმოდგენილი. ანუ ეს ხე და ამ ხის ნაყოფი არის არა ადამიანის დაცემისათვის დადგენილი აქ, არამედ ადამიანის ნებელობის რეალიზებისათვის, ანუ თავისუფლების გამოხატულებისათვის არის წარმოდგენილი. უამისოდ ადამიანი ამ ნებელობის რეალიზებას ვერ მოახდენს ვერანაირად.
ის რასაც აკეთებს, ყველაფერს ნეტარების მომგვრელად აკეთებს. ამაშიც ნეტარება აქვს მას, რომ ამ ნაყოფს არღებულობს. და სწორედ ამ აკრძალვაში, ამ არაში, ამ აკრძალვის მორჩილებაში ადამი ხედავს, რამხელა სიხარულია ღმერთთან ერთად ყოფნა, რამდენად დიდი სიკეთეა ის, რომ აკეთებს იმას, რაც უთხრა ღმერთმა. ეს ნაყოფი, აკრძალული ნაყოფი, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არ არის აკრძალული მარადიული მყოფობისათვის. წმინდა მამათა ერთი ნაწილი მიუთითებს იმას, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ადამიანისათვის ამ ნაყოფის მიღება არ იქნებოდა მავნებელი და მომაკვდინებელი. ამ ნაყოფს აკრძალვა დროებითი ნიშნით აქვს მიცემული, დროებითი მომენტია ეს ადამიანის ცხოვრებაში და რაღაცა პერიოდის შემდგომ ამ ნაყოფის მიღება შეძლებს და ის მისთვის მავნებლური არ იქნება. როდის იქნება ეს? აი ამ მამების აზრით ეს იქნება სწორედ მაშინ, როდესაც ადამი განხრთობას მიაღწევს. მისი ნებელობა იმდენად არის მიდრეკილი ღმერთისაკენ, რომ ის უკვე დაცემას აღარ ექვემდებარება, ის უკვე მარად ღმერთთან არის, ღმერთშია და ღმერთია მასში. ანუ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ მეგობრებო იმას, რომ ადამი და მისი ცოლი ამ შემთხვევაში წმინდაა, მაგრამ განხრთობილი არ არის. აი მე ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანის სამდგომარეობაზე, რომელზეც უკვე გითხარით, ბუნებრივ მდგომარეობაზე, ეს არის ის მდგომარეობაში არის ახლა ადამი, ზე ბუნებრივ მდგომარეობაზე, რომელსაც უნდა მიაღწიოს ადამიანს, განიხთოს და ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობაზე, ანუ როდესაც ადამიანი დაეცემა. ეხლა ადამიანი არის აი წმინდა ბუნებრივ მდგომარეობაში. და აი ამ შემთხვევაში ადრია მისთვის ეს საკვები, ეს აი ჩვილის საკვებით არის ეს ჯერ გამოსაკვები, ანუ ეს ნებელობა ღმერთისაკენ აქვს მისაქცევი, იმდენად, რამდენადაც უნდა აღიზარდოს, აი ამ ნეტარებაში აღიზარდოს, აი ამ სიხარულით სავსე და სინათლით სავსე სივრცეში, და როდესაც ეზიარება ღმერთთან ერთობას, უკვე ის ზებუნებრივ მდგომარეობაში გადავა და მისთვის არ იქნება საშიში, აი ამის დანახვა, რას ნიშნავს ბოროტება. ახლა რაშია საქმე მეგობრებო, წმინდა იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს, რომ ადამმა იცოდა რა იყო ბოროტება, მაგრამ განცდილი არ ქონდა, გადატანილი არ ქონდა ის. ანუ ადამა თავისი გონიერების წყალობით იცის, რომ არის რაღაცა, რაც არის კარგი და ეს კარგი არის, რომ ღმერთს ემორჩილება ის და რაღაცა არის პოტენციაში სხვა ვარიანტი კიდე ცხოვრების ამყოფობისა, რომელიც გულისხმობს ამ კარგისაგან განსხვავებას. ეს განსხვავებული კი არის ბოროტება. თეორიული ხედვა აქვს, მაგრამ განცდა არ აქვს, გადატანილი არ აქვს, ბოროტებასთან შეხება არ აქვს. ანუ აი მაგალითისათვის რომ მოვიყუროთ, შეიძლება თეორიულად ვიცოდეთ, რომ ეს არსებობს, ესეთი რაღაცა შესაძლებელია და დასაშვებია, მაგრამ უბრალოდ ის ჩვენ არ შეგხვებია. ის არ შემხებია, არ ნიშნავს იმას, რომ ამის შესახებ ცოდნა არ მაქვს. მაგრამ ცოდნა მაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მე გადატანილი მაქვს. ნახეთ რაშია საქმე. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, თავისუფლება ეს ძალიან ღრმა თემაა, თავისუფლება მოუწურავი თემაა, შეიძლება ითქვას და ბოლომდე გარკვეულიც და ბოლომდე პასუხგაცემულიც არ არის. რა არის ინამდვილეში ნებელობის ის სრული გამოხატულება, რაც ადამიანს თავისუფლად, საბოლოოდ თავისუფლად აქცევს, თუმცა ქრისტიანობა ამის შესახებ გარკვევით საუბრობს, რომ თავისუფლება ეს არის ბოლომდე მორჩილება ღმერთისა. ნამდვილი თავისუფლება სწორედ ეს არის, როდესაც მხოლოდ იმას აკეთებ, რაც ღმერთს უნდა. მაგალითად, როდესაც საუბრობთ წმინდა მოწამეებზე, ხო? წმინდა გიორგი კაბადოკიელი იქნება, აბოთფილელი იქნება, თუ სხვა მოწამეები იქნებიან, ხო? ესენი არიან მოწამეები, რომლებიც რაღაცა აზრით დამარცხენ თავიანთი მოძალადეების წინაშე, ხო? დამარცხენ, მოახერხეს მათ მოძალადეებმა ამ წმინდანების მოკვდინება, ხო? თითქოს და გაიმარჯვოს მასზე. მაგრამ სინამდვილეში კი არ გაიმარჯვოს მასზე. არამედ დამარცხდნენ მათთან. გამარჯვებული ისევ ის არის, რომელიც ამ ქვეყნიური პერსპექტივით დამარცხებული აღმოჩნდა. ამ მარცხშია გამარჯვება სწორედ. რატო ამბობ ამას ყურადღება მიაქციეთ? როდესაც აი ჩვენ წმინდანებზე ვსაუბრობთ, წმინდანები არიან ის ადამიანები, რომლებმაც მაქსიმალურად მოახერხეს სული წმინდის დახმარებით თავის თავაცხადია მადლის შემწეობით, თავისი ნებელობა მიექციათ ბოლომდე საღვთო ნებელობისაკენ. ანუ ეკეთებინათ ის კი არა რაც უნდათ. ეკეთებინათ ისაც უნდა ღმერთს, ვის უნდა სიკვდილი არავის არ უნდა. მაგრამ ღმერთისათვის როცა გახდა სიკვდილი საჭირო, მაშინ წმინდანი ამბობს უარს იმაზე რაც უნდა და აკეთებს იმას რაც ღმერთს უნდა. ღვთის ნებას ემორჩილება. ბოლომდე მინდობილია ამ დროს ღმერთზე და ამ დროს არის ჭეშმარიტად თავისუფალი ის. ამ დროს ჭეშმარიტად ფლობს ის თავის თავს. აკეთებს არა იმას რაც უნდა, თავი გადაერჩინა, არამედ აკეთებს იმას რაც არ უნდა და ღმერთს უნდა. ღმერთს უძღვნის ცხოვრებას, ღმერთს უძღვნის თავის სულს და ქვეყნიურ ცხოვრებას. შესაბამისად, ამ დროს მისი ნებელობა ისია მიდრეკილი ღმერთისაკენ, ისია საღვთო, რომ ის აღარ ეძიებს სათავისოს, არამედ ეძიებს საღვთოს. და ამ დროს სწორედ ადამიანი არის ჭეშმარიტად თავისუფალი. აი, არის თუ არა თავისუფალი აბოთფილელი, როდესაც ის მოწამეობისაკენ მიყავთ. არის თავისუფალი თავის თავაცხადია, ის არ ამბობს უარს ჭეშმარიტებაზე.
რაღაცა ეს ძალიან ცუდს მოუტანს მას, ცხოვრებას გამოასალმებს მას, მაგრამ ის თუ ამ ქვეყნურ ცხოვრებას მოიპოვებს, როგორც მაცხოვარი გვასწავლის, მაშინ დაკარგავს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს, ძალიან დიდს, მარადიულს. მაგრამ ის თუ ამ ქვეყნურ ცხოვრებაზე, რომელიც ტკბილია უარ სიტყვის, შეძლებს თავის თავისუფლებას, შეძლებს თავის დაპატრონებას, თავის თავზე გაბატონებას, უარ სიტყვის ამ ტკბილ რამეზე, რაც ცხოვრება ამას გასცემს ჭეშმარიტების დასამოწმებლად, მაშინ ის ჭეშმარიტად თავისუფალი, თავის ბრძანებელი აღმოჩნდება და ამის შედეგად, ესე იგი, ღმერთთან ერთად საფრთხო წიაღში მარადიულ სიხარულს დაიმკვიდრებს. აი, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეცხადება გაბრიელ მთავარანგელოზი და აუწყებს მას, ღვთისმშობელმა უნდა უპასუხოს, რომ ის ემსახურება თუ არა ამ საიდუმლოს, სხვაგვარად ვერ მოხდება მაცხოვრის განკაცება, მაშინ თითქოს მთელი სამყარო გარინდულია, თითქოს და ელოდება ღვთისმშობლის პასუხს. შეუძლია თუ არა ღვთისმშობელმა უარი უთხრას. თავისთავად ცხადია, პოტენციაში ამის შესაძლებლობა მას აქვს, მას ნებელობა შენარჩუნებული აქვს. მაგრამ თავისი ცხოვრების წესით, თავისი სიდიადით, თავის განსაკუთრებულობით, ღმერთისადმი საკუთარი თავის ბოლომდე მიცემით, ღვთისმშობელს მხოლოდ ერთადერთი პასუხი შეუძლია თქვას. ეს არის აჰა მხევალი უფლის, ეს არის დადებითი პასუხი, ეს არის პასუხი ხო. თანხმობა საფრთხონებაზე, ღმერთს ასე უნდა, ესე იგი ასე იქნება. ეს არის საკუთარი თავის მიძღვნა ბოლომდე, საკუთარი ნების დაქვემდებარება საფრთხონებელობაზე. ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეიძლება ადამიანს კონდეს თავის მყოფობაში. სწორედ აქედან გამომდინარე, აი, ნამდვილი თავისუფლება არის, რომ ვაკეთო რაც უნდა ღმერთს. ამიტომ ამ თავისუფლებაში გულისხმობთ იმას, რომ ხე ცნობადისა გულისხმობს არა იმას, აქ უნდა დაეცეს ადამიანი, არამედ გულისხმობს, რომ აქ უნდა მთლიანად მიეცეს ღმერთს ადამიანი, აქ უნდა გამოხატოს თავისი სურვილი, აკეთოს არა ისაც უნდა თვითონ, არამედ აკეთოს ისაც უნდა ღმერთს. კიდევ ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, მეგობრებო, ეს არის დეტალი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სამოთხეში გვყავს უკვე პირველი ოჯახი, ეს არის მამაკაცისა და დედაკაცის ერთობა და მხოლოდ ეს არის ოჯახი და სხვა ვერაფერი იქნება ოჯახი. სწორედ ამ ოჯახს წმინდა იოანე ოქროპირი უწოდებს მცირე ეკლესიას, ანუ ჩვენ სახეზე გვყავს ეკლესია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, ისი წარმოდგენაც გვსურს ჩვენ დღევანდელი შეხვედრისას. და აი ეს ეკლესია არის ერთი წვენით შეკრული კრებული, რომელიც ერთ ღმერთს ადიდებს და გააჩნია გაზიარებული ღირებულებათა სისტემა, არის რაღაცა ერთობა, რომელ ერთობასაც კრავს ღმერთი. ზემოთხსენებული მარხვა, ლოცვა და შრომა, რაც ადამიანის ბედნიერებას განაპირობებს, მხოლოდ ამ ეკლესიაში, ანუ ამ კრებულში, ანუ ამ ერთობაში შეიძლება იქნას რეალიზებული. როგორც კი ხდება ეკლესიის დატოვება, რაც არ უნდა ნათელი მიზნით იყოს ეს განპირობებული, შედეგად აუცილებლად იქნება გამოგონება მარხვისა, ლოცვისა, შრომისა, რაღაცა ყალბის სახეობის, რასაც მოყვება თავისუფლების, სიყვარულის და ამ იდეის გაყალბება, როგორც ღვთისაგან მიცემული თავისუფლება და სიყვარული აბედნიერებს ადამიანს, ასევე ადამიანის მიერ გამოგონილი ყალბი თავისუფლება და სიყვარული აუბედურებს მას. ეს კრებულში ერთად ყოფობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან ამ ერთობაში ხასიათდება სამოთხისეული ბედნიერება ადამიანისა. აი ჩვენ ახლა ვნახავთ სწორედ რომ გველი ცდილობს ამ ერთობის დარღვევას, ვინაიდან ამ ერთობის დარღვევის მიღმა ხერხდება მხოლოდ ადამიანის გაუბედურება. ეკლესიიდან გაყვანა სული წმინდის მადრის მოქმედებისაგან განრიდების შედეგად ხდება ადამიანის გაუბედურება და სწორედ აი ეს სცენა და ეს ისტორიული მდგომარეობა არის გადმოცემული წმინდა წერილში. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ გველი მიდის დედაკაცთან და უწყებს მას საუბარს. ახლა ყურადღება მივაქციოთ, რომ გველი დედაკაცთან მიდის მაშინ, როდესაც დედაკაცი და მამაკაცი ერთად არ არიან. ახლა ხანდახან მეკითხებია ხოლმე, სად იყო ამ დროს ადამი, არ ვიცი ამ დროს სად იყო ადამი, მაგრამ აუცილებელი არ არის ადამი და მისი ცოლი ყოფილიყვნენ მაინც და მაინც ფიზიკურად სხვადასხვა ადგილას. შესაძლებელია ისინი ფიზიკურად ერთადაც იყვნენ, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ახლა გველსა და დედაკაცს შორის დაიწყება, ადამის მიღმა ხდება დედაკაცის აზროვნებაში, ადამის მდგომარეობა, ადამის მომენტი უკანა პლანზეა გადაწეული და რაღაცა სხვა რამე იჩენს თავს, რომელიც ჩვენი თხრობისათვის არის ძალიან საინტერესო. გველი მიდის დედაკაცთან და მისი მიზანდასახულობა ერთადერთია, მან უნდა დედაკაცი მენტალურად გააუცხოვოს ეკლესიურ აზროვნებისაგან და ამის შედეგად დაშალოს კრებულის ერთობა. ანუ მენტალურად დაიმარტო ხელს, ანუ ამ ერთობიდან არა ფიზიკურად თავისთავად, არამედ აზროვნებითად, ღირებულებითად გამოიყვანოს. მისცეს ისეთი სივრცე, სადაც ის ერთობის მიხედვით, კრებულის მიხედვით, ეკლესიის მიხედვით კი არ იმჟელებს, არამედ იმჟელებს იმ შეხედულებების მიხედვით,
რომელიც შეხედულებებთანაც ის პირისპირ მარტო დარჩება. ადამიანის ცოდვით დაცემის მთელი ტრაგიკულობა მოაზრებულია იმაში, რომ პირველი ადამიანები ვერ შეინარჩუნებენ საეკლესიო ერთობას, რაც თავისუფლებისა და სიყვარულის გაყალბებული გააზრებით იქნება რეალიზებული. დღევანდელ დღემდე აი ეს მეთოდი ასეთია ადამიანის გაუბედურებისა, მას შესთავაზებენ რაღაცა ყალბილოზურ სიმართლეს და თუ მოახერხებენ რომ აი ამ კრებულიდან, საეკლესიო კრებულიდან გაიყვანონ ადამიანი, საეკლესიო საიდუმლოდ მოქმედებას მოწყვეტონ ადამიანი, მაშინ უკვე დაცემული ძალისაგან მისი ხელში ჩაგდება ძალიან მარტივი ხდება. ეს გველი მიდის დედაკაცთან და ეუბნება, მართლა გითხრათ თქვენ ღმერთმა, რომ არც ერთი ხის ნაყოფი არ უნდა შეჭამოთ. ეს გველი ყველაზე ცბიერ მეორე რედაქციით ყველაზე გონიერ არსებად იწოდება ველის ხესთან შორის, რომელიც შექმნა ღმერთმა. ეს გველი ისეთივე კარგი ქმნილებაა, როგორი კარგი ქმნილებაცა ხეცნობაცა, ბოროტისა და კეთილისა, როგორი კეთილი ქმნილებაც არის მთელი შესაქმე, რომელიც წარმოდგენილია ღვთისმიერ, ამ გველში არაფერი ცუდი არ არის, ხო, გველში არაფერი ბოროტება არ დევს, უბრალოდ გველი არის იარაღი დაცემული ძალის, ამიტომ როდესაც გველს ვახსენებ და წმინდა წერილი გველს ახსენებს, თავისთავად ცხადია, აქ საუბარი იწყება იმასთან დაკავშირებით, რომ გველით მოქმედებს არა უშუალოდ გველი, ცხოველი, არამედ დაცემული ძალა, რომელიც მას ინსტრუმენტად იყენებს. შესაბამისად, შემდგომ როდესაც გველი დაიწყევლება, აი ამ ინსტრუმენტად გამოყენების გამო, ნუ ვიტყვით იმას, რა დააშავა გველმა, დაშავება შეუძლია მხოლოდ იმას, რომელსაც გონება აქვს, სული აქვს და ყველაფერი ეს მარადიულობასთან წენაყარი. გველს არაფრის დაშავება არ შეუძლია, ის იმავე ინსტინქტებით ცხოვრობს და ინსტინქტებითა ცხოველთა სამყაროა წარმოდგენილი. უბრალოდ როდესაც გველი იჯება, როგორც იარაღი და არა როგორც პიროვნება, რომელსაც ნებელობა ჰქონდა. სხვა არის სანჟელი ადამიანისა, პიროვნებისა და მარადიული სულის მქონე არსებისა, გონიერი არსებისა და სხვა არის, როდესაც იარაღი ინსტრუმენტი იქნება დაზარალებული რაღაცა მოქმედების გამო. აი იონე ოქროპირი კიდევ ამ წმინდა მამას მიმართავ ასეთი შედარება მოაქვს, რომ მამაო, რომელიც იმ დანას დაარტყავსო და დაარიცხებსო ძირსო, რომლითაც მისი შვილი იქნა მოკლულიო, განა ამ დანის დანაშაულია, ეს დანაშაული არის მკვლელისა, რომელსაც ეს დანა ეჭირა, მაგრამ რაღაცა ზიზღი, რაღაცა მძიმე დამოკიდებულება მკვლელის იარაღზეც გადადის, ხო, ავტომატურად და აი ასია გველთან დაკავშირებას, თვითონ გველი დაისაჯა და გველი შეაკო ღმერთმა და აიყვანა რაღაც პატივამდე, ასეთი რამე გამორიცხულია, ვინაიდან მათში არ არის პიროვნულობა, მათში არ არის ღვთისხატება და ამ ჩვეულებრივი კლასიკური გააზრებით დასჯაზე ვერ ვისაუბრებთ. ამ გველთან დაკავშირებით სხვადასხვა გრიგოლ-ნოსელი ამბობს, რომ ყველაზე დაახლოებული იყო ადამიანთან და შესაბამისად ეს გველი არის ამიტომაც გამოყენებული იარაღად და ეს გველი მიმართავს დედაკაცს. ახლა კიდევ ერთი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა, როგორ ელაპარაკება, როგორ ეძრახება დედაკაცს, რა ლინგვისტური ერთეული გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში. თავისთავად ცხადია, აბსოლუტურად გამორიცხული, არანაირი ლინგვისტურ ერთეულზე ლაპარაკი არ შეიძლება. საუბარი არის ზრახვით, არა მატერიალური სიტყვის გამოხატვით, არამედ ზრახვის გადაცემით. ზოგადად თვლიან მეგობრებო, რომ ეს მატერიალური სიტყვა, რომელთაც აღარ თქვენ გესაუბრებით, ეს ყველაფერი ცოდვის შედეგია, უცოდველი ადამიანი ასე არ მეტყოლებდა, ის ზრახვებით მეტყოლებდა, ანუ უსიტყვოდ მეტყოლებდა, გამოხატული სიტყვის გარეშე მეტყოლებდა და ამისი ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს წმინდათა ცხოვრებაში, რომლებიც სულიწმინდის ჭურჭლებად იქცნენ, რომლებიც სულიწმინდის მადლით აღიხსნენ და მათ ცხოვრებაში ჩვენ ვხედავთ აი ესეთ ელემენტებს, როდესაც ისინი სიტყვას არ ამბობენ, მაგრამ აი ასე ზრახვით გადასცემენ ერთმანეთს ალაპარაკოს. აი მაგალითად დაწმინდელების ცხოვრებაში არის საოცარი მომენტი, როდესაც ლათინი ბერი ჩამოდის მამა გაბრიელთან სალაპარაკოდ, ამან ლათინური არის ის, იმან ქართული არის ეს და სხედან ერთმანეთს უყურებენ და როგორც ამბობს ავტორი, მოწმობენ წმინდა მამანი, რამე თუ ეძრახებოდნენ ურთიერთას, ანუ ასურელი მამების შემოსვლაც, ხო? აი ამ იმით არის თვითონ სულიწმინდის გარდამოსვლის დროს სხვადასხვა ენებზე ლაპარაკიც, ხო? აი ამ ნიჭებს უკავშირდება, არა გამოხატული სიტყვით საუბარი, არამედ ზრახვით. აი ახლა ამ გონისმიერი ზრახვით მიმართავს გველი დედაკაცს, ანუ დედაკაცში ჩდება აზრი. გრიგოლ-ნოსელი ამბობს, ისე დაიკლაკნაო გველი ხეზე, რომ ყურადღება მიიქციაო. გველი ეკითხება დედაკაცს. თავიდანვე იწყებს ეჭვის გაჩენის და თავიდანვე იწყებს სიცრუის შემოტანით. გველი ამას დავაკვირდეთ, ხო? მართლა გითხრათ, ღმერთმა, რომ არც ერთი ხის ნაყოფი არ უნდა ჭამოთ, ანუ ყურადღება მახულდება იმაზე, რომ რაღაცა ისეთი უნდა უთხრას გველმა დედაკაცს, რომელიც ფაქტებზეა ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად სიყალბე დგას მის უკან. ანუ რაღაცა არ უნდა ჭამოთ, მაგრამ არც ერთი ხის ნაყოფი არ უნდა ჭამოთ, ეს უკვე სიცრუეა.
რითი იწყებს აი ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენ ამას მოგვიანებით კიდე გამიმეორებთ. ყველაზე დიდი ბოროტება რა არის? ყველაზე დიდი ბოროტება არის, როდესაც ადამიანს ეუბნები ნახევრად სიმართლეს. განზრახვა გაქვს შენ იმისა, რომ ამ ნახევრად სიმართლეში რაღაც შეიძლება ფაქტობრივი მასალა მოგაკ, მართებული ფაქტობრივი მასალა მოგაკ, მაგრამ შინაარსი და მიზანდასახულობა შენი არის ძალიან ცუდი, ამიტომაც დასაბამიდან მტყუარს და კაცის მკვლელს უწოდებს მაცხოვარი დაცემულ ძალას, ვინაიდან მისი მოქმედება არის სწორედ წარმოდგენილი ამით. ნახევრად სიმართლე, რაც სიცრუის ძალიან მძიმე, ტრაგიკული გამოხატულება და შედეგი ამის მიზანი ამისა გახლავთ ის, რომ უნდა ხალყოფილ იქნას ადამიანის ბედნიერება. დაახლოებით ასეთი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ხო? ფრესკა, მოზაიკური ფრესკა, რომელსაც შორიდან უყურებთ და არის საოცარი, ძალიან ლამაზი, ძალიან კარგად გაკეთებული. მაგრამ აი ახლოს რომ მივალთ და რაღაცა სეგმენტს ავიღებთ, ავინახავთ რომ ამ სეგმენტში ერთი კენჭი, ერთი მოზაიკა ცოტა მრუდედებს, ასე კი არა, სხვანაირად უნდა დადებულიყო. ამ ერთი კენჭის მრუდად დადება მთელი მოზაიკის მშვენიერება თავისთავად ცხადია ვერ შეცვალა. თავისთავად ცხადია ის ვერ დაამცრო. მაგრამ იმ სეგმენტში თუ ახლოს განიხილავ ამ სეგმენტს, მისი არამართებული დადებულება აშკარად ჩანს, ხო? ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა, რომ ვიღაცამ ეს სეგმენტი ამოჭრას, გადაუღოს სურათი და ეს სეგმენტი წარმოგიდგინოთ მარტო, ფრესკა კი არ დაგანახოთ, მარტო აი ეს ამოჭრილი ნაწილი წარმოგიდგინოთ და გელაპარაკოთ აი რა საშინელი ნაკეთობა, როგორი ცუდი ნაკეთობა, შეხედეთ ეს მოზაიკური ქვა როგორ ცუდად დევს აქ. და ამ სეგმენტში ეს მოზაიკის ქვა მართლა ცუდად დევს. ეს მართალია, ეს სწორია. მაგრამ რატომაც ეს არის მოტანილი, ის არ არის მართებულობა, ის არ არის ისწორი, ისაა საშინელება. მიზანი რა არის? მიზანი გველის არის ერთობიდან გამოიყენოს, ეკლესიიდან გამოიყენოს, დაუპირისპიროს, ჩართოს დაპირისპირება, ჩართოს ურთიერთუნდობლობა, ჩართოს ღალატი, მთელი ეს ნებები მისცეს. მაგრამ რაღაცისგან ხონდა აღძრას საამისოთ ადამიანი. დღევანდელ დღემდე ასე მოქმედებს დაცემული ძალა. არის აპელირება რაღაცა სიმართლეზე და აღმოჩნდება, რომ ეს სიმართლე სინამდვილეში ნახევრად სიმართლეა. ეს უბრალოდ რაღაცა ფაქტის მოტანა და ამ ფაქტის მიღმა არაკონტექსტუალური მსჯელობის მთელი არსენალი დევს. თორე კონტექსტუალურად ეს ფაქტი რომ განიხილოთ, შეიძლება მას თავისი მიზეზი ჰქონდეს, ის ცუდი იყოს, დადებითი არავითარ შემთხვევაში არ იყოს, მაგრამ უმიზეზოც არ იყოს, რაღაცა შინაარს ატარებდეს თავის თავში. ამიტომაც აი გველი მიდის და ეუბნება, მართლა გითხრათ თქვენ ღმერთმა. ანუ რაღაცა ისეც ეკითხება, რაზეც პასუხი უნდა ძალიან მარტივად გასცეს. აქ ყურადღება მივაქციოთ, მეგობრებო, იმამები ამაზე აქცევენ ყურადღებას. აქ პრობლემა ის კი არ არის, რა უპასუხა დედაკაცმა. რომელსაც უთხრა, არა, ესე არ არის. ყოველი ხის ნაყოფი ჭამის უფლება მოგცა, ღმერთმა მხოლოდ ერთ ხეზზე გითხრა, არ ჭამო, არც გაეკარო, მას სხვათა შორის არ გაეკარო, არ უთქვავს. ნაწილი ფიქრობს, რომ დედაკაცმა თავისი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, ცოტა დაამძიმა, ასე ვთქვათ, ცნება. ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ თვითონ მამაკაცმა დაუმძიმა დედაკაცს ესწნება, რათა მაქსიმალურად მორიდებული ყოლოდა კეთილისა და ბორტიცნობადის ხისაგან. მაგრამ აქ ნახეთ ყურადღება მიაქციეთ რაზეა საუბარი. საუბარი არა იმაზე, რა უპასუხა დედაკაცმა, არამედ იმაზე, რომ უპასუხა დედაკაცმა. ანუ პასუხში რა გაჟღერდა და პასუხი აუცილებლად მართებული იქნებოდა, ვერ იქნებოდა ის არამართებული პასუხი, ვინაიდან სიწმინდის სივრცეში და უცდომელობის სივრცეში ცხოვრობს ჯერჯერობით ადამიანი, მაგრამ აი მამები ამას აქცევენ ყურადღებას, რომ დედაკაცმა აქ ჩათვალა საჭიროდ, რომ ის იერარქია, რომელი იერარქიის ერთობაც საღვთო ურთიერთობის სისრულეს წარმოადგენდა ადამიანისათვის, ეს იერარქია იქნა უგულებელყოფილი, ანუ საეკლესიო აზროვნების წიაღიდან უნდა გამოვიდეს დედაკაცი. ან ის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ დედაკაცს ამ ზრახვისთვის რო ეპასუხა, ანუ გველისთვის რო ეპასუხა, მამაკაცთან ერთად, თავის ქმართან ერთად, მაშინ გველის ამოვაწვევ ასპარიდან გაქრებოდა. რატო? იმიტომ რომ ეკლესიის თვისება ვერ დაამარცხებს იმას დაცემული ძალა. ჩვენ მერე გვექნება საუბარი ეკლესიასთან დაკავშირებით და ნახავთ, რომ ეკლესია ვერ მარცხდება, დაუმარცხებელია. ის შეიძლება დევნული იყოს, ის შეიძლება მიუსაფარი იყოს, ის შეიძლება მცირე რიცხოვანი იყოს, ის შეიძლება მძიმე მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ვერ დამარცხდება ვერაზოს. თვისება მის თვისებაში დევს, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს გამარჯვებული. ამის შესახებ ჩვენ ცოტა მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ. ყურადღება მივაქციოთ, რომ გველის მიზანდასახულობა იყო დედაკაცი ამ შემთხვევაში აი ამ ერთობიდან მენტალურად გამოიყვანოს. მამაკაცის გარეშე, კრებულის გარეშე, ერთობის გარეშე უპასუხოს სიმართლეს. აი აქ ერთი წუთით უნდა გავჩერდეთ. რა არის ბოროტება? ქრისტიანული რელიგია ბოროტებას როგორ აღიქვავს, როგორ იაზრებს? როგორც გითხარით, ბოროტებას არ აქვს ონტოლოგიური, ანუ სუბსტანციური არსებობა, ანუ მას სიმყარე თავის არსებობაში რაღაცა მდგრადობა
რაღაცას რასაც დაეყრდნობა, რის შედეგადაც მან შეიძლება თქვას, რომ არსებობს ასეთი რამე არ გააჩნია. რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ ასეთი გრადობა გააჩნია მხოლოდ იმასაც გააჩინა ღმერთმა. არსებობს სიკეთე არსებობს. რატო არსებობს სიკეთე? იმიტომ რომ მას გააჩნია თავისი წარმომავლობა ღმერთში. ღმერთს ეყრდნობა ის, არსებულს ეყრდნობა ის. რაღაცას ეყრდნობა ის, რომელიც მის წყაროს წარმოადგენს. დასაყრდნობი აქვს მას თავისი. სიკეთეს, სინათლეს, მშვენიერებას, სილამაზეს, ბედნიერებას, საყრდენი აქვს ღმერთში, ანუ ისინი არსებობენ. მაგრამ არსებობს თუ არა ბოროტება? ბოროტებაზე ვამბობთ, რომ ის არ არსებობს. რატო? იმიტომ რომ ის ღმერთს არ გაუჩენია, მას საყრდენი არ გააჩნია არაფერში. საიდან წარმოიშვა ბოროტება? აი ამის ანალოგი რომ მოვძებნოთ ხომ მივმართოთ მამების მაგალითს, რომლებიც სიბნელეზე და სინათლეზე საუბრობენ. რა არის სიბნელე? სიბნელი არ არის სინათლის საწინააღმდეგო ძალა. ეს დუალიზმია. სიბნელი არის სინათლის ნაკრულევანება. ანუ სხვაგვარად რომ თქვა, წარმოიდგინეთ სივრცე და ამ სივრცეში ისე რომ ტიხარი არ გადოთ, ხელმარჯვნივ სინათლე იყოს და ხელმარცხნივ სიბნელე იყოს, ისე რომ ტიხარი არ კვეთდეს მათ. შესაძლებელია ასეთი რამე? თავისთავად ცხადია შეუძლებელია. რატო? იმიტომ რომ თუ კი სიბნელეს აქვს თავისი ონტოლოგიური სუბსტანციური მყოფობა, ანუ აქვს მყოფობის საყრდენი რაღაცაში, მაშინ ის სინათლის გვერდი თანაბრად უნდა არსებობდეს, მაგრამ არა. როგორც კი სინათლე გამოჩნდება, სიბნელე ქრება. და ამისაგან განსხვავებით, როგორც კი სინათლე მცირდება, სიბნელე იზრდება. ასია სიკეთე და ბოროტებაც. ბოროტება ეს არის სიკეთის ნაკრულევანება. მოდი სხვანაირად ვთქვათ, როგორია რა არის ბოროტება? ბოროტება ეს არის ალტერნატიული სიკეთე. მიაქციეთ ამას ყურადღება, მეგობრებო, რომ ის, რასაც ახლა დაცემული ძალა შესთავაზებს დედაკაცს, ეს არის რაღაცა ისეთი, რომელიც მისაღები უნდა იყოს დედაკაცისა. ის თუ მიუღებელია, როგორ მიიღებს? ეს არის ბოროტების ანატომია. ბოროტება არასდროს მოდის ბოროტების სახელით. ბოროტება მოდის ყოველთვის სიკეთის ნიღბით. ყოველთვის გიქმნით ილუზიას, ყოველთვის ქმნის ამ ილუზიას. ილუზიას სიკეთისას, ილუზიას მშვენიერებისას, ილუზიას ტკბობისას, ილუზიას რაღაც ამაღლებულისას. და ამ ილუზიის მიღმა, როგორც კი ამას ეზიარებ, ამ ილუზიაში ჩაეფლობა ადამიანი, ხედავს საშინელ დაცემულობას, საშინელ ბოროტებას, საშინელ უმსგავსობას და ძალიან მძიმე მდგომარეობას. ეს თავიდანვე მძიმე მდგომარეობა რომ შესთავაზოს დაცემულმა ძალამ ადამიანი ამას არ მიიღებს. მთელი სისასტიკე იმაშია, რომ სიკეთის სახით უნდა იყოს შეთავაზებული, შენიღბული სახით უნდა იყოს შეთავაზებული. და ასე სთავაზობს სწორედ გველი დედაკაცს. ბოროტება რა არის? ბოროტება ეს არის ალტერნატიული სიკეთი, ანუ არის სიკეთე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს და უთხრა არ ჭამო ამ ხის ნაყოფი. და არის მეორენაირი სიკეთე, რომელსაც ახლა გველი სთავაზობს ადამიანს. თუ გველმა სიკეთი არ შესთავაზა ადამიანს, მაშინ ადამიანი ამას არ მიიღებს. ადამიანმა სწორედ როგორც სიკეთე ისე უნდა მიიღოს ის. და აღმოჩნდა ადამიანის წინაშე ორი სიკეთე. გველი ეუბნება დედაკაცს, არა, ეგრე არ არის. იცის ღმერთმა როგორც კი შეჭამთ ამ ხის ნაყოფს. შეიქმნებით ღმერთებივით, აგეხილებათ თვალი და გახტებით ცნობილი კეთილისა და ბოროტისა. დააკვირდით გველი რას ეუბნება ადამიანს. ესი არ არის. ანუ ღმერთმა კი გითხრათ ესე, მაგრამ ესი არ არის ეს. სხვანაირად არის ეს. ნახეთ, გაჩნდა რაღაც ალტერნატივა. ღმერთი რაღაცაზე ამბობს კარგია და ვიღაცა სხვა რამეზე ამბობს რომ კარგია. ღმერთი რაღაცაზე ამბობს რომ კარგია და ვიღაცა ამბობს რომ კარგი, ეს კი არ არის, ამის გვერდით სხვა სიკარგეც არსებობს. აი ეს სხვა სიკარგეა უკვე ბოროტება. იმ ტრაგედიის მომცემი, რასაც მიახლა ადამიანი. აი ეს ალტერნატიული სიკეთე არის ის, რაც ბოროტების სახით წარმოჩნდება. ადამიანმა სწორედ სიკეთე მიიღო, არა ბოროტება, არამედ სიკეთე, მაგრამ როგორი სიკეთე? ის კი არა ღმერთისგან რომ მოდიოდა, ის რომელიც ღმერთისგან არ მოდიოდა. ალტერნატიული სიკეთე მიიღო, ამ ილუზიაში მოექცა. დღევანდელ დღემდე ბოროტება ასე მოდის. მოდის რაღაცა სიკეთის სახით, პატრიოტიზმის სახით, ერთგულების სახით, რაღაცა სხვა სათნოების სახით, რომლის მიღმაც დევს ძალიან ცუდი ზრახვები, ძალიან მძიმე ზრახვები. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გარჩევა, ჩვენ ამ დეტალებს თავისთავად ცხადია სხვა დრო შევეხებით. მაგრამ ახლა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა უნდა დავსვათ. ნახეთ, კითხვა სადამდე მიდის. ადამიანი რო დაეცა გასაგებია, ჯერ ბოლომდე გასაგებისიც არ არის, მაგრამ რაღაცნაირად მასალა გვაქვს ასაუბრო ადამიანის დაცემასთან დაკავშირებით, იმდენად რამდენადაც უკვე დაცემული ძალა არსებობს. ანგელოზი უკვე დაეცა. ანუ რადგან ბოროტება გაჩნდა, გასაგებია რომ ის ბოროტულად მოქმედებს ადამიანის წინააღმდეგ და იმასაც დასცემს.
მაგრამ გაუგებარი ხდება მეგობრებო, როდესაც თვითონ ანგელოზის დაცემაზე ვსაუბრობთ. იქ სად იყო მასალა? ბოროტების მასალა სად იყო? რასაც დაუკავშირდა ანგელოზი და რატომაც ეცემა ის? ადამიანთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული პასუხი. ბიბლია გვეუბნება ამას, რომ ბოროტება უყარეს და ეს ბოროტება ასე თქვა ძლია აქვს, მაგრამ თვითონ სადაც ეს მასალა არ არსებობს ანგელოზებრივ წიაღში, როგორ ეცემა? და აქ არის სწორედ ძალიან საინტერესო, ბოროტების შინაარსი, აქ იკვეთება განსაკუთრებული სიძლიერით, მეგობრებო, რადგან აქ ჩვენ გვაქვს საოცარი მსჯელობა, რომელიც ნეტარ ავგუსტინეს უკავშირდება, რომელიც ასეთ რამეს ამბობს, რომ თვითონ ის ანგელოზი, რომელიც დაეცემა ბოროტების ჩადენის გამო კი არ ეცემა. არა, ისიც სიკეთეს აკეთებს. ოღონდ როგორ სიკეთეს? სიკეთეს, სადაც არ არის ღმერთი. ნახეთ, ორი სიკეთე გვაქვს. ღვთაებრივი სიკეთე და უხთო სიკეთე. ეს სიკეთეა უკვე ალტერნატიული სიკეთე, სადაც არ არის ღმერთი. ეს სიკეთე არის უკვე ბოროტება. სიკეთე, სადაც არ არის ღმერთი. სილამაზე, სადაც არ არის ღმერთი. მშვენიერება, სადაც არ არის ღმერთი. სიყვარული, სადაც არ არის ღმერთი. თავისუფლება, სადაც არ არის ღმერთი. უღმერთო ეს ყველაფერი არის ბოროტებასთან წინაყარი. ადამიანი ძალიან იშვიათად, ძალიან მძიმე შემთხვევებში, როდესაც ბოროტებას აკეთებს ბოროტების სახელით. ბოროტება რაღაცა სიკეთის საბურული შეინიღბება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ვაკეთოთ არა სიკეთე, არამედ ყოველთვის უნდა ვეცადოთ ვაკეთოთ ღვთაებრივი. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ სიკეთეში იდოს ბოროტება, მაგრამ ღვთაებრივში ბოროტება არ იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ქრისტიანული ესწავლებები ამისკენ ამიდრეკილი სწორედ, რომ შენ უნდა აკეთო ღვთაებრივი. და ამ დროს იქნება ის კეთილი, ლამაზი, მშვენიერი, თავისუფალი, სიყვარულით სავსე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ღვთაებრიობა აძლევს ამას ამ შინაარსს სწორედ. და არა თვითონ ის, რომ შენი სიკეთე სიკეთეა. ეს ცოტა ღრმა თემაა. კარგით, ახლა გავაგრძელოთ ჩვენი თხრობა და დასასრულისაკენ და წავიყვანოთ ის, რომ დედაკაც შეხედეთ რა შეეთავაზება, რომ აგეხილება თვალები, გახდებით ცნობელი ბოროტისა და კეთილისა და შეიქმნებით ღმერთები. ვთქვათ შორის მრავლობით, ახალ ქართულში მხოლობითია სიტყვა ნათარგმნი. მთელი ქრისტიანული ეგზეგეტიკა დგას ამ სიტყვის მრავლობით რიცხვში წარმოდგენილ ეგზეგეტიკაზე, განმარტებაზე, ვინაიდან აქ მამები მიუთითებენ, რომ დოგმატური ჭეშმარიტებას კი შესთავაზა დედაკაც დაცემულმა ძალამ იმისათვის, რომ დობით განწყობილიყო იგი მასთან და ნახე ყურადღება მიაქცეთ, რაც ეუბნება, რომ ამ ნაყოფს შეჭამ. თვალები აგეხილება, ამ სიკეთეს თუ მიიღებ, რომელ სიკეთესაც მე გეუბნები, ღმერთი რო გეუბნება, კი არა მე რო გეუბნები. თვალების აგეხილება. კეთილის და ბოროტის უცნობელი გახდები და განიღრთობი. ადამიანის ცხოვრების მიზანი რა არის? განა იგივე არ უთხრა ღმერთმა. ამ ხის დაყოფი იმიტომ არ უნდა შეჭამოსო, თვალები აეხილოს? იმიტომ არ უნდა შეჭამოსო, კეთილის და ბოროტის გარჩევის ის კონდეს უნარი? იმიტომ არ უნდა შეჭამოსო, ღმერთი გახდეს? ყურადღება მიაქცეთ, რომ დაცემული ძალა ადამიანს თავაზობს ზუსტად იგივეს, რაც შესთავაზა მას ღმერთმა. უბრალოდ გზა არის სხვა, საშუალებაა სხვა. ღმერთის თავაზობს ადამიანის განხრთობას, თვალების სახელობას, კეთილის და ბოროტის გარჩევას ისე, როგორც საღვთო სიკეთეს აქვს ეს მოაზრებული. და გველის თავაზობს ისე, როგორც ბოროტებას აქვს მოაზრებული. ამას მიაქციეთ ყურადღება, მეგობრებო, და დედაკაცი გახედავს ამ ხეს და ნახავს, ეს ხე მშვენიერია, ძალიან კარგია საკვებად, ძალიან ლამაზია და რა არის ამაში მიუღებელის, ასეთი იყო ადრეც. ეს ხე ღვთისმკვლელობა მშვენიერი უნდა იყოს, საამო უნდა იყოს, აგემლა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. სიცოცხლე ვერ იქნება ამ ხეში. და დედაკაცმა გახედა ამ ხეს და ნახა, აღიქვა ის, როგორც რაღაცა საოცარი, ლამაზი, მშვენიერი. და ადრე რატო არ აღიქვავდა ასე? რა შეიცვალა ამ ხეში? მეგობრებო, ამ ხეში არც არაფერი არ შეცვლილა. ამ ხეში კი არ შეიცვალა. დედაკაცში მოხდა ცვლილება. სხვანაირად შეხედა ამ ხეს. ერთი და იგივე რამეს ადრე სხვანაირად უყურებდა, ახლა სხვანაირად უყურებს. სხვანაირად ზომავს. სხვანაირად აღიქვავს ახლა. სხვანაირად მიეცა ახლა. ყველაფერი იგივე, არაფერი არ შეცვლილა. იცვლება შეხედულებები. იცვლება საზომი. იცვლება ღირებულებათა სისტემა, იცვლება რელიგიური აზროვნება, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რაც უნდა გველს. ამის მერე გველი არ ჩანს, ის გადის ასპარეზიდან. მერე ავტომატურად ხდება ყველაფერი, შეჭამს დედაკაცი ამ ნაყოფს და აწვევს თავის მამაკაცს პირდაპირ წერია წმინდა წერილში. გველი აღარ არის საჭირო. რატო აღარ არის საჭირო? იმიტომ მთავარი არის ადამიანმა შეცვალოს აზროვნება. ადამიანმა გაზომოს სხვანაირად. მისი ღირებულებათა სისტემა იყოს სხვაგვარი. ისეთი კი არა ღმერთმა რომ ისა, ისეთი როგორცაც თვითონ მოინდომებს, ისეთი როგორც ალტერნატიულია, სხვანაირია.
აი ეს აზროვნებაში თუ მოხდა ეს ძვრა, მე ცხოვრება გაყვება. ამიტომაც აი მაცხოვარი გვეუბნება, რომ რუშობი თუ შეხედე გალს მისთანავე იმრუშე. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ შენ ძალიან ცოტა გაკლია აი ამ ცოდვით ჩასადენად, რატო? იმიტომ რომ შენ აზროვნებაში უკვე მოიკალათა მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. არაკანონიერი ურთიერთობის შესაძლებლობა, ეს ვნება, ეს აზრი დაუშვი, შენ ეს აზრი შეიწყნარე და იმიტომ. როდესაც გველი დედაკაც თავაზობს ნახევრად სიმართლის, ნახევრად სიკეთის სახით, თავაზობს იმისათვის, რომ ღმერთს დაცილდეს. ღმერთისაგან შორს იყოს. ღმერთს დაეკარგოს. და დედაკაცის, რომელსაც საზომები აქვს შეცვლილი, ფიქრობს, იტყვის, რა არის ცუდი პირიქით, ამის არ ჭამით თუ უნდა განვიხტო და ამის ჭამითაც თუ შემიძლია განვიხტო, რატო არ უნდა ვჭამო? და მიიღებს აი ამ თავისთავად აქ მნიშვნელობა არ აქვს, დედაკაცმა რა შეჭამა, თავარია იაზროვნა ისე როგორც არ უნდა იაზროვნა, გააკეთა ესაც არ უნდა გაეკეთებინა, ანუ თავის თავზე გადაიტანა ბოროტება. და აჭამა თავის მამაკაცს. ნახეთ რა არის საინტერესო? აეხილა თვალები, მართლა მოხდა. ეს უთხრა გველმა თვალი აგეხილა თუ აეხილა თვალები. გახდნენ ცნობილი კეთილისა და ბოროტისა, მართლა მოხდა ეს, შეიცნეს რა არის კეთილი და ბოროტი. რომ სიკეთე ყოფილა, ის რომ უჯერებდნენ ღმერთს და ბოროტება რა ყოფილა, რაღაცა სხვა, რაც ამ სიკეთის მიღმა. ყველაფერი სხვა ეს ბოროტება. აი ეს ბოროტება შეიცნეს, გადაიტანეს თავის თავზე. მაგრამ რა არ აღსრულდა? ვერ გახდნენ ღმერთები. ვერ განიხვდნენ, რადგან იმ გზაზე კი არ მიდიოდნენ, რა გზის ბოლოშიც განღრთობაა. ამით იმ გზაზე წავიდნენ, რომელიც გზაც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის. სხვა გზით, ალტერნატიული გზით დაიწყეს სიარული, ალტერნატიული სიკეთე, ალტერნატიული თავისუფლება, ალტერნატიული სიყვარული. და თვალები რო აეხილას ანახეს. ნახეს, რომ შიშულები იყვნენ და შერცხოთ. მოდით ახლა ამას დავუკვირდეთ. ადამი და მისი ცოლი შიშულები იყვნენ აქამდეც, მაგრამ არ ცხენოდათ. ცოდვით დაცემამდეც იყვნენ შიშულები, არ ცხენოდათ. რას ნიშნავს არ ცხენოდათ? ეს იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობები იყვნენ, არა. არ ცხენოდათ ნიშნავს იმას, მეგობრებო, რომ სიტყვა შიშულე ბიბლიურ ენათმეტყველებაში სიმბოლურად ნიშნავს სისუსტეს. გარდა იმისა, რომ ფიზიკურ სიშულესაც ნიშნავს. სიმბოლურად ნიშნავს სისუსტესაც. და აი, როდესაც ჩვენ ხედავთ ადამიანს სამოთხეში, ადამიანის სამოთხეში არის შიშველი, ანუ სუსტი, მაგრამ არ ცხენია ამ სისუსტის, რატო? იმიტომ რომ ადამიანი შემოსილია სულიწმინდის მადლით და ეს სიშველი, ეს სისუსტე არ იხილვება, ანუ საღვთო ძლიერება მის სისუსტეს გადაფარავს და არ ცხენია ადამიანს იმისა, რომ შიშველი, ანუ სუსტია, რადგან ის ძლიერი ღმერთის ხელშია. ის ძლიერი ღმერთის წიაღშია. არა განხთობის თვალსაზრისით, არამედ სულიწმინდის მადლის მოქმედების თვალსაზრისით. და როდესაც ეს ნათელი მოცილდა მათ, ეს ნათელი თავის თავში ნიშნავს ეს სულიწმინდის მადლისაგან განიძარცვნენ ისინი და ფიზიკურ სიშიშვლესთან ერთად რა გამოავლინეს, დაინახეს, რომ ის ძლიერება, რა ძლიერებაც ემოსლა და აღარ მოსავთ, დაანახა საკუთარი სიშიშვლე, ანუ საკუთარი სისუსტე, უძლურება და ადამა, რომელიც ძალიან გონიერია, თავისი გონიერებით ხედავს, რომ აი ამ სისუსტეს, აი ამ ძლიერების გარეშე მოუნდა განხთობა. წარმოუდგენელია ეს, ამის შერწყვა. ამის შერწყვა, რომ როგორ შეიძლება ამის გაფიქრება, რომ აი ამ ნათლის, ამ მადლის, ამ ძლიერების გარეშე შეგიძლია ღმერთთან მისვლა. განხთობა, აი ეს არის ეს გარდა იმისა, რომ ფიზიკური სიშიშვლე დაინახეს, თავის თავაცხადია, ესეც არის. ამავდროულად დაინახეს სულიერი სიშიშვლე, სულიერი სისუსტე, რასაც შერწყოთ მათ. და უნდა ვთქვათ, რომ ეს სისუსტე დაფარული ხდება ლეღვის ფოთლებით, ანუ ადამიანი ცდილობს თავისი ძალებით ამოირსოს ეს სისუსტე, რაღაცნაირად დაფაროს ის, მაგრამ თავისთავად ცხადია, ის ამას ვერ მოახერხებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანს დაეკარგა თვისება, უნარი მასზე მაცხოვნებლობითაც მოქმედებდეს მადლი სულისაწმინდისა. რატო? ეს ცოტა სხვა დეტალი ამის შესახებ სხვა გადაცემაში ვიტყვით. დღევანდელი გადაცემის ბოლოსაკენ კი ერთ ასეთ მნიშვნელოვან დეტალს მივაქციოთ ყურადღება. ღმერთი ეცხადება დაცემულ ადამიანს შუა სამხრობისას, ესე იგი მოდის გამოცხადება, ეს სიმბოლურად არის წმინდა წერილში ეს თხრობა წარმოდგენილი და ნათქვამია, რომ ადამს და მის ცოლს შეეშინდა და დაიმარნენ. მეგობრებო, მოდი ახლა დავსვათ ჩვენ ასეთი კითხვა, რა არის დიალოგი? სამოთხისეული წიაღი ეს არის არსებითად დიალოგის წიაღი ღმერთსა და ადამიანს შორის. აი რა არის დიალოგი, ხო?
ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ დიალოგი ეს არის ორ მხარეს ან ორ ადამიანს შორის საუბარი, ხო, როდესაც ერთი საუბრობს, მეორე ელაპარაკება, აწარმოებენ დიალოგს. და ეს ასეც არის, ეს მართებულიც არის. ეს განმარტება, მაგრამ სრულყოფილი არ არის. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი, რომ არის დიდი ოთახი, დიდი სივრცე და ერთ კუთხეში დგას ორი ადამიანი და დიაგონალურად საპირისპირო კუთხეში დგას მეორე ორი ადამიანი. პირველი ორი ადამიანი ერთმანეთთან ლაპარაკობენ. და შორიდან მეორე კუთხეში როდგან იმ ადამიანებს არ ესმით რას ლაპარაკობენ, მაგრამ ხედავენ რომ ლაპარაკობენ. ერთმანეთს ელაპარაკებიან, ხან ერთი ლაპარაკობს, ხან მეორე ლაპარაკობს და მეორე კუთხეში ვინც არიან, ხო? ხედავენ რომ ის იქით და დიაგონალურ კუთხეში მოქცეული ორი ადამიანი ერთმანეთს ელაპარაკება. ანუ აწარმოებს დიალოგს. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, იცით? სინამდვილეში ხდება ასეთ რაღაცა, რომ ერთი ეუბნება მეორეს, რომ რა კარგია, როდესაც ადამიანი არის მშვიდად. ამ დროს ადამიანი ყველაზე მეტად არის დაზღვეული შეცდომებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად უშვებს შეცდომებს, უფრო მეტად გააზრებულ ნაბიჯებს დგავს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. და ეს მეორე პასუხობს. ნეტავ ამინდები როდის გამოვა. და ეს პირველი ეუბნება კაცო, ამინდები როდის გამოვა კი არა, მე შენ შვიდ მდგომარეობაზე და მის სარგებლიანობაზე გელაპარაკები. და მეორე პასუხობს, აი როგორ ფიქრობ, მანქანისფერი ჯობია წითელი იყოს თუ თეთრი იყოსო. ნახეთ, აქეთა კუთხეში დიაგონალურად მეორე კუთხეში ვინც დგანან. ისინი კი ხედავენ ის ორი რო ლაპარაკობს, მაგრამ დიალოგს ვაწარმოებს შორიდან ჩანს ვიზუალურად, მაგრამ სინამდვილეში ამათ შორის რა ხდება? ეს ორი ერთმანეთს ელაპარაკებენ, მაგრამ ამას ერთმანეთის არ ესმის. ერთი ერთ თემაზე ლაპარაკობს, მეორე თემაზე ლაპარაკობს. და ამიტომ საოცარ დასკვნამდე მივდივართ, რომ დიალოგი არის არა ის, როდესაც ერთი ელაპარაკება მეორეს, არამედ დიალოგი დგება მაშინ, როდესაც ერთი უსმენს მეორეს. ლაპარაკში არ დგება დიალოგი, დიალოგი სმენაში დგება. ლაპარაკში ვერ ყალიბდება დიალოგი, დიალოგი სმენაში ყალიბდება. და ეს არის ჩვენი დღევანდელი პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენ ყველას გვინდა ვილაპარაკოთ და არავის გვინდა უსმინოთ. ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე თოქ-შოუებში, როდესაც რაღაცაზე სამშელოს შეიკრიბებიან, ვეღარ მშელობენ, უბრალოდ ერთმანეთს ეჭხუბებიან. რატო? იმიტომ რომ ერთმანეთს არ უსმინეს. და რატო არ უსმენს? რომ სასმენად არც არავინ მიდიოდა იქ. ყველა სალაპარაკოს მიდიოდა იქ. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, სმენის პრობლემა. ჩვენ არ შეგვიძლია სმენა. ჩვენ მხოლოდ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ გვისმინონ. აი, 64 ეს არის დიალოგის სივრცე ღმერთსა და ადამიანს შორის. ღმერთი ესაუბრება ადამიანს და ადამიანი იმაზე პასუხობს ღმერთს, რაზეც ესაუბრება, უსმენს, ესმის ადამიანს ღმერთისა. და როდესაც ახლა ღმერთი გამოეცხადება ადამიანს, ადამიანი შეეშინდება და დაიმალება და ღმერთი ადამიანს ეკითხება, ადამი სადა ხარ? და ადამი პასუხობს, შემეშინდა რომ შიშველი ვიყავი და დაგემალა. წარმოედგინეთ. განა ადამა არ იცის ის, რომ ღმერთი ყოვლიცოდნია და ზუსტად იცის, რომელი ხის და რომელი ბოჭკის უკან იმალება? განა ადამა არ იცის ის, რომ ღმერთს თავისი შიშვლას ვერ დაუმალავს? როგორ არ იცის, იცის. მაგრამ ვერ პასუხობს, არ ესმის, სხვანაირად გებულობს ღმერთის შეკითხვას. სადა ხარ? ღმერთი როცა ეკითხება, გულისხმობს არა ფიზიკურად სადა ხარ, არამედ რა მდგომარეობაში ხარ, რა საფეხურზე იყავი და სადა ხარ ახლა? და ადამი ამას პასუხობს დროსივცური თვალსაზრისით. ვეღარ ისმენს ადამიანი დაყრუდა. სმენა დაეკარგა, ღმერთის გაგების შესაძლებლობა დაეკარგა ადამიანს. ყურადღება მივაქციოთ ამას. ადამიანი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოქცეული. მაგრამ ღმერთი დიალოგს კი არ აწარმოებს, ღმერთი სიყვარულის დიალოგს აწარმოებს, ამიტომ კვლავ უგრძელებს საუბარს ადამიანს, ვინ გითხრა რომ შიშველი ხარ? ის ნაყოფი ხო არ ჭამე, რომლის ჭამაც აგეგრძალე, ანუ ღმერთი ეუბნება ადამიანს, ვიცი ყველაფერი. და ადამიანის სიყრუის საოცარი გამოხატულება. შენ რომ დედაკაცი გამიჩინე. იმან მაჭამ. ანუ ჩემმა ცოლმა კი არა, შენმა მოცემულმა. ყველა დამნაშავია. დამნაშავია ადამიანის ცოლი, რომელმაც აჭამა მას. დამნაშავია ღმერთი, რომელმაც ასეთი ცოლი გაუჩინა მას. დამნაშავია მთელი სამყარო, რომელიც აი ესე მოექცა მას. ყველა დამნაშავია გარდა ადამიანისა. მოდი ახლა ერთი წუთით გავიხსენოთ ის ადამი, რომლის შესახებაც ჩვენ წინა შეხვედრაზე ვსაუბრობდით. როდესაც ადამიანი არ აღმოჩნდა შემწე, როდესაც ადამიანი ელოდება თავის შემწეს, როდესაც ადამიანი ეძებს ვიღაცას, რომელთან ურთიერთობისასაც თავის ურთიერთობის ვექტორს შიგნიდან გარეთ გამოიტანს, ეგოს მიმართავს ვიღაცისკენ. ახსოვთ ჩვენ ასეთ ადამიანზე ვთქვით, რომ ეს არის ადამი, რომელიც ღვთის მსგავსობისაკენ დაიძრა.
და ახლა რამოდენიც ადამიანს დააკვირდით ეს ვექტორი რომელიც ეგოდან მედან გარეთ გადიოდა შემოატრიალა ახლა გარედან შიგნით არის ეს ვექტორი მიმართული არავინ არ აინტერესებს თუ გღმერთმა თქვა რომ როდესაც ამ ნაყოფს შეჭამთ სიკვდილით მოკვდებით ყველა სიკვდილის ღირსია გარდა ადამიანისა ყველა დამნაშავეა გარდა ადამიანისა ადამიანს ახლა ეგოს ინტერესები აქვს ადამიანი ეგოში იკეტება და ის გააკეთა ცოდვა ყველაზე წინა გამოხატულება ცოდვისა ეს არის ეგოისტური ცხოვრება საკუთარი თავისთვის ცხოვრება საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება საკუთარი მიზნების რეალიზებისათვის და არ ითვალისწინებს სხვას გადათელავს სხვას არ გაინტერესებს სხვა მხოლოდ შენ ხარ და შენი ინტერესებია და იქ ამ დროს მართლმადიდებელი ეკლესია საოცარ დასკვნას აკეთებს როდესაც აი ამ ფაქტს განიხილავს ადამიანზე ამბობს რომ ადამიანი ცოდვით დაავადდა ყურადღება მიაქცეთ რომ ჩვენ დღეის შემდეგ საუბრები გვექნება არა მარტო ადამიანზე რომელიც ხალტი აღვთისა და ღვთისმსგავსობისაკენ არის მოწოდებული არა ჩვენ ერთ მახასიათებელს კიდე შევძენთ ეს არის დაავადებული ადამიანი ცოდვით ვნებით დაავადებული ადამიანი რომელსაც კურნალობა ესაჭიროება არის ხოლმე ასეთი კითხვა ადამიანს რომ მოებოდიშებინა და ადამიანს რომ ეღიარებინა ცოდვა შეუნდობდა თუ არა ღმერთი ანუ დააბრუნებდა თუ არა ღმერთი სამოთხესეულ წიაღში ეს კითხვა არა კონტექსტუალურია უშინაარსო კითხვაა დაახლოებით ისეთი კითხვა აინთება თუ არა ასანთი წყალში თუ კი წყალში ჩაყოფისას ის არ დასრულდება შინაარს მოკლებული კითხვა რატო ვინაიდან ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ რაღაცას რომ ის ავადმყოფობა ის ვნება ის ვირუსი რომელიც ჩაუჭდა ადამიანს ეს ვირუსი თერაპიით არ იკურნება ამ ვირუსის ამოღებას სჭირდება ქირურგია ბოდიშის მოხდა და აღიარება რომ ამ ვირუსს შველიდეს და ბუნებას კურნავდეს რომელიც დაუზიანდა ადამიანს მაშინ გაუგებარია რატომ მოდის ჩვენი მაცხოვარი არა ადამიანის ბუნებას რაღაცა ისეთი მოვიდა ისე დაავადდა ისე დაეცა და დაეხეთქა ისე დაზიანდა რომ მას სჭირდება სხვა ჩარევა და სხვა რა არის ამის შესახებ თავისთავად ცხადია შემდგომ ვისაუბრებთ უბრალოდ ახლა აქ ყურადღება მივაქციოთ რომ ღმერთი დედაკაცს ეკითხება დედაკაცი გველისაკენ იშოს ხელს და თავისთავად ცხადია გველთან აღარ არის არანაირი გამოკითხვა უკვე ვერდიქტის გამოტანა ხდება თუმცა ჩვენ ყურადღება მივაქციოთ რომ ეს არის არა ვერდიქტი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არამედ ეს არის შედეგების შეფასება რა მოუვიდა ადამიანს ადამიანი დაავადდა და შესაბამისად დაავადებული ადამიანის მდგომარეობა უკვე ავადმყოფურ მდგომარეობაში მის ყოფობას გულისხმობს და არა სამოთხეში მის დარჩენას ამ დეტალების შესახებ თავისთავად ცხადია შემდგომ შეხვედრაზე ვისაუბრებთ ახლა ამით დავასრულოთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე